დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. ეხლა მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თემით თუ რა იქნება თებერვალში, რა მოხდება თებერვალში, რა გველოდება თებერვალში და ამომივარდა სამკუთხედების კარტი და დასასრულის. სამკუთხედების დასასრულის კარტი ჩემო ძვირფასებო და ზეიმის. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავაკეთოთ ეხლა საჯარო გაშლა თებერვალი. თებერვალზე ჩემო ძვირფასებო. გავაკეთე გაშლა მომდევნო თვე, მაგრამ ეხლა კონკრეტულად დავკონკრეტდები თებერვალზე და ისევ პრობლემების გადაჭრა ქვემოდან და დაბოლოება ამ ყოლაფრის და სამკუთხედებიდან გამოსვლა. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყებ თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა და ფიქრობთ მატერიალურ პრობლემებზე, სულიერ სიმდიდრეზე, ფიქრობთ ბედნიერებაზე და იღბალზე, გააქვთ კოშკიდან გრევებში ხართ, თუმცა ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძველის დასასრული და რაღაც ახალი ეტაპი იწყება ან დაიწყო თქვენ ცხოვრებაში. ეხლა ხართ ამის გამო ძალა გამოცდილები, თუმცა ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები, გაურბიხართ ყველას და ყველაფერს, ეხლა ხართ მარტო, ფიქრობთ საკუთარ ცხოვრებაზე, გადართული ხართ საკუთარ ფინანსებზე, საკუთარ მატერიალურ და სულიერ პრობლემებზე, მემკვიდრეობებზე და მოკლედ ფიქრობთ საკუთარ წარმატებებზე, ჩემო მეგობრებო და ძალიან კარგია. კიდევ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა? სტაბილურად ხართ თქვენ ცხოვრებაში, თქვენთან მზე ანათებს მეგობრებო, ანათებს, თუმცა მაინც რთულად გგონიათ საქმე. თქვენ არ უნდა გქონდეთ ესეთი შეგრძნებები, იმიტომ რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მაგები, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ყოველთვის შეგეძლოთ და ყოველთვის შეგეძლებათ, ყოველთვის ყველაფერი გამოგივათ, ასე რომ არ ინერვიულოთ. ის რაც ეხლა არის თქვენ ცხოვრებაში, მიიღეთ ეს სიტუაცია და უკან არ დაიხიოთ არაფერზე, ამის გამო თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, ყველაფერს დატოვებთ მოგონებებში და წარსულში, ასე რომ არ ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო. და აი, ისევ ეს კარტი ეს არის ჩემო მეგობრებო, დაცილება, ცრემლი, უბედურება, მწუხარება და აი ამაზე ძალიან განიცდით, თუმცა დაპაუზებული ხართ ეხლა ყველაფრიდან და ყველაფერზე, თუმცა პრობლემების მოგვარებას მაინც ვცდილობთ და ეს არის თქვენი დახასიათება ესეთი ჩემო მეგობრებო. მოდი ეხლა ვნახოთ თებერვლის თვე. როგორ იქნება თქვენთვის, რა შემოვა, რა წავა, რა დარჩება, რა სიახლეები გექნებათ და გელოდებათ თებერვალში. ხმლებით დაუდგებით ყველაფერს, რაც თქვენთან ტყუილებზე რეზონირდა, ჩემო ძვირფასებო. თუმცა ეხლა ხართ გაურკვევლობაში და ძალიან დიდ ნეგატივში ხართ, ღამე უძილობაში ხართ ამის გამო. გადართული ხართ, გითხარით მატერიალურ პრობლემებზე, ფინანსებზე ხართ ეხლა გადართული, ჩემო ძვირფასებო. 50-50-ზე რა, ზოგჯერ კარგად ხართ, ზოგჯერ ცუდად ხართ, აი როგორ ხართ იცი, ამინდივით ხართ, რო იტყვიან. კიდათ ახალი ცხოვრების დაწყება, ქურუმი ადამიანების პოზიციაში ამომიხვედით მეგობრებო და არ შეიძლება თქვენი ესე ყოფნა არავითარ შემთხვევაში. თქვენ სადღაც გამგზავრება გელოდებათ მოულოდნელად, თქვენ ცხოვრებაში რაღაც უცებ გამოანათებს და რაღაც უცებ გაიელვებთ თქვენს გონებაში და რაღაც სიახლეებით დაიწყებთ და ეს სიახლეები თქვენ მოგიტანთ სიმშვიდეს. აი რაღაცას უცებ მოიმოქმედებთ ჩემო მეგობრებო და თქვენს გაგიკვირდებათ, თუმცა ძალიან დამშვიდდებით. კი, მოგინდებათ დასვენება ამ ყოლაფრიდან, მოგინდებათ აი ამ ყოლაფერზე მოლაპარაკება, თუნდაც წყნარი მოლაპარაკებით, არამედ კამათით. არა კამათით. მოკლედ მიაღწევთ ამით წარმატებას თებერვალში, სიახლეები გექნებათ ფინანსებზე და ეს ფინანსების სტაბილურობას მოგიტანთ. დასტაბილურდება თქვენი ფინანსური პრობლემები, ჩემო მეგობრებო. თუ კი გაწუხებდათ ფინანსური პრობლემები, არ ინერვიულოთ. კიდევ რა იქნება თებერვალში? როგორი იქნება თებერვალი? ნუ ამას ვერსად ვერ გავექცევით. აი, ამას ვერსად ვერ გავექცევით.
ამას ვერსაც ვერ გავიქცევით. ჩემო ძვირფასებო, ვერ გაიქცევით. აქ ხართ თქვენ და აგერა ესეც და აგერა ესეც. ეხლა გეტყვით ჩემო მეგობრებო, აქ რა ხდება? აქ ხდება ეხლა საოცრება. აქ ხდება ის, რომ წარსულისა თუ ახლანდელი არის, არ ვიცი, ადამიანი ასაკით პატარა, განსხვავებულები ხართ ძალიან ზოგს, მენტალური ზოგს, ასაკობრივი ზოგს, რელიგიური, არ ვიცი ვის რა მენტალობა გაქვთ სხვაობა, მეგობრებო, ეს ადამიანი მოდის თქვენთან სიყვარულით, თასებით, ეს ადამიანი მოდის სულელის არკანით, განოლებით, სიახლეებით. თუმცა რაღაც უკან მაინც ეკაჩება და იცოდეთ, ამ ადამიანს უნდა რაღაც პრობლემების მოგვარება თქვენთან დაკავშირებით, მოდის ფინანსებით, მოდის ხვავით და ბარაქით. აი თქვენ აგერ ელოდებით ამ ადამიანს, შვიდად გაწონასწორებული, სიყვარულით, აი თბილი მიღებით, ძალიან აი ისეთი ხართ მეგობრული, ძალიან საყვარელი, ღირსეული ადამიანი, გულწრფელი, რომელიც გამოხატავს ინტერესებს სხვათა შორის ამ ადამიანის მიმართ. ეს ადამიანი არის თქვენთან ფარული, ანუ თქვენ არასაჯაროებთ ამ ურთიერთობას. ნახეთ, ეხლა როგორ მინდა გაჩვენოთ, აი ესე, რომ ეს ადამიანი არის ფარული, მაგრამ ნახეთ, პასუხისმგებლობით მოდის თქვენსკენ იყურება. თქვენ ამ ადამიანს არასაჯაროებთ, იქნებ ეს ადამიანიც არ გასაჯაროებთ არსად. თუმცა ნახეთ, ეხლა აქ რა ხდება, ჩემო მეგობრებო. მოდის ფინანსებით, მოდის მონეტების პაჟი. აი ამ ადამიანს უნდა რაღაც ახალი დაიწყოს, ახალი მხრიდან შეგისწავლოთ, ახალი ინტერესები გამოიჩინოს, აგერ თქვენც მის გვერდით ხართ ადამიანს, რომელსაც ძალა აქვს ამ პიროვნებაზე. აი ასე. იმედია, კარგად ხსნი ყველაფერს ჩემო მეგობრებო და კარგად მომაქვს თქვენამდე. ზოგჯერ ვაგვიანებ, მაგრამ მომიტევეთ, მინდა რომ ეს დრო გამოვიყენო ეხლა თქვენთან დაკავშირებით. მოდის ფინანსებით კი რაღაც დაგროვებული აქვს ამ ადამიანს და მოდის ფინანსებით მეგობრებო თქვენთან. თქვენი გულის გასახარად ძალიანაც კარგი. კიდევ როგორი იქნება თებერვალი? გამარჯვების იქნება თებერვალი, ეს თებერვალი არის თქვენი და ეს ყოფილიყოს ასე. ადამიანი მოდის SMS-ებით, მოდის შეტყობინებით, რაღაცა შეგატყობინებთ, ან SMS-ით შეგატყობინებთ, ან ისედაც უნდა ამ ადამიანს თავისი მიზნების და იდეები რომ გაგიზიაროთ, შეგატყობინოთ, ძალიან განიცდის უთქვენობას, ძალიან დამწუხრებულია და გაუბედურებულია, ძალიან რთული სიტუაცია აქვს ამ ადამიანს და მოდის ბრძოლით და მთელი იერიშით. ეს ადამიანი ძალიან სითბოს და გამბედაობას გამოიჩენს და ძალას მოიკრიბავს და მოვა თქვენამდე, რადგან თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, აი ქვემოდან თქვენ ხართ მისი სიყვარული, თქვენ ხართ მისი იმედი, თქვენ ხართ მისი ულამაზესი ადამიანი, გულით ლამაზი, რწმენა აქვს თქვენი და ძალიან დიდ პატივს გცემთ. თქვენ ხართ მისი სრულყოფილება, მოკლედ ამ ადამიანს უნდა თქვენთან გაახლება ურთიერთობის და მოკლედ ურთიერთობის დაწყება რო იტყვიან. ვის რა სიტუაცია გაქვთ, მოერგეთ იმას ჩემო ძვირფასებო. თუ კი თქვენ არ ღებულობთ, ეხლა არ დამიწეროთ კომენტარებში, რომ მე ძველს არ მივიღებ და არა და არაო, მაშინ ჩემო მეგობრებო, გეტყვით ერთ რაღაცას, შემოდის ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ბატონო, ადამიანი, რომელიც იქნება მესაკუთრე და ადამიანთან, რომელთანაც თქვენი ურთიერთობა ახალი იქნება და დაიწყება მეგობრობით. აი ესეც შეიძლება იყოს. გილოცავთ. ორივეს გილოცავთ მეგობრებო. რადგან ეხლა წამომცდა ორივეს გილოცავთ მეთქინ და შეიძლება კიდევ იყოს მესამე ვარიანტიც, რომ ორივე ერთდროულად გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ დადგებით არჩევანის წინაშე ჩემო მეგობრებო და რომელს აირჩევთ აბატონო. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან კარგ არჩევანს გააკეთებთ და წარსულს დატოვებთ მოგონებებში, წარსულში და ამით თქვენ აიხდენთ თქვენს ოცნებებს. აი თქვენს ოცნებებს აიხდენთ იმას, რასაც ევედრებოდით უფალს, რომ თქვენ ყოლოდათ გვერდით ისეთი პარტნიორი, რომელთანაც თავს იგრძნობდით, თუნდაც ბავშვივით, რომელთანაც იქნებოდით ერთნაირები, აი იქნებ თქვენ ამას თხოვდით და ეს უკვე ნოსტალგიად გექცათ და ეს იყო თქვენთვის რაღაც სასწაული და ეს სასწაული მოხდება ჩემო მეგობრებო. კი, თქვენ იხედებით უკვე მომავალში და მე ვფიქრობ, რომ თქვენ წარსულს აღარ მოუშვებთ და თქვენ ურთიერთობას დაიწყებთ ახალ პარტნიორთან, რომელიც მოდის ცხენზე ამხედრებული დაცკი პრინცი. გილოცავთ. აი თქვენი აღსარებაც და უკან თქვენ ამაზე არ დაიხევთ უკან, ჩემო მეგობრებო. აქ არის კიდევ ამდენი ნერვიულობიდან უკვე ძალაც აღარ გაქვთ, ამდენი სამკუთხედებიდან ძალაც აღარ გაქვთ, ამდენი ნგრევებიდან უკვე დაიღალეთ მეგობრებო, ძალა გამოგელიათ უკვე ამდენი ნგრევებიდან, ძალიან ცუდად ხართ, თუმცა ბალანსის შენარჩუნებას ვცდილობთ.
და ეხლა ხართ დაპაუზებული, თუმცა მეგობრებო, ელოდეთ თქვენთვის სასურველ ადამიანს, ის მოდის უკვე გზაშია, მოდის სიახლეებით და თქვენ იფიქრეთ ამაზე, აი თქვენ უკვე ფიქრობთ ამაზე, რომ ახალ ადამიანთან დაუკავშიროთ ცხოვრება და გელოდებით კომენტარებში წარმატებები.